გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ჩვენი მორიგი ვიდეოთი. მოგესალმებით ჩვენო ერთგულო მაყურებელო და რაც თავარია დღეს გვეყოლება აი ესეთი შესანიშნავი Supra, რომელიც საქართველოში არის მეორე single turbo. ერთი არის ბუბუკა ხელი ბუბუს და მეორე არის ABP Autos-ი და დღეს გადავიღებთ და განვიხილავთ single turbo Supra-ს. ნუ მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი საერთო აქვს BMW-ს და BMW-სთან ზოგადად Supra-ს და მაგას ყველაფერს ერთად გავიგებთ ამ ვიდეოში მეგობრებო. დაელოდეთ ბოლომდე, არ გადაახვიოთ ერთი წამი, იმიტომ რომ ბანზეც გავაქვს, დავაჭერთ კიდევაც 100-200-საც გავზომოთ და რავი, ძალიან მაგარ კადრებს და ვიდეოებს შემოგთავაზებთ ჩვენი გასწ. ზოგადად მეგობრებო, ნახავდით და ნანახი გექნება ჩვენი YouTube-ზე ძალიან ბევრი ვიდეო და ჩვენი გადაღებული, ჩვენი ვესოს გადაღებული და ჩვენ ავტომობილებს ესე გარეგნულად ვიზუალურად ტესტ-დრაივებს არ უკეთებთ და არ განვიხილავთ. უფრო მეტად რეისინგს ვაწვევით, ანუ რეისინგს ვაწვევით იმ მხრივ, რომ ანუ ბანზე გავდივართ, ტესტავთ 100-200-ს მანქანას ანვაჭერთ და ნუ ესე შემდეგ დრაგებზე დავდივართ, დრაგებს ვიღებთ და უფრო მეტად გატუნინგებულ მანქანებს ვიღებთ, რომლებიც არის იმ ტურბოები, ჰიბრიდ ტურბოები და 100-200-ებს ძალიან მაგარ დროებში დადიან. ამ მანქანაზე ძალიან ისე მოკლედ შემოვიფარგლები და გეტყვით რამოდენიმე ნიუანს გარედან მე რაც არ მომწონს. ნუ ჩემაც დავაფიქსირებ და ჩემი რო იყო Supra ან Supra-ის ყიდვას რო ვაპირებდე რომ შევიძინო Supra, იმასაც გეტყვით თუ რას გავაკეთებდი და რას შევცვლიდი პირველ რიგში. გარეგნულად როგორც გითხარით, უმნიშვნელო და ძალიან ცოტათი შემოვიფარგლები და პირველი რაც არ მომწონს არის სარკეები, რომელიც იმენა F30-ის სარკეა და F30-ის სარკე აყენია Supra-ზე. M-ის მაინც დააყენე თუ BMW-ის სარკე უნდა დააყენო. ასევე არ მომწონს აი ეს მატყუარა გრილები, მაგრამ მე მაქვს ნანახი, იყიდება aftermarket გრილები, იყიდება aftermarket დეტალები, თუნდაც კაპოტის ეს კარის დამატებაც, რომელიც უკვე შედარებით უფრო უკეთესად გამოიყურება. მე აუცილებლად Supra რომ მყავდეს და რომ შევიძინო Supra, აუცილებლად შევცვლი პირველ რიგში სარკეებს და Autos-საც შეძენილი აქვს სარკეები და ძალიან მალე ჩამოვა და დავაყენებთ ამ მანქანაზე. ასევე ამ გრილებს, რამე aftermarket გრილებით ჩავანაცვლებდი, რომ უფრო უკეთესი შესახედი და ლამაზი იყოს. ასევე არ მომწონს Supra-ს სტოკი დაკიდების სისტემა. ძალიან ცუდი სტოკი დაკიდების სისტემა აქვს და Supra-ს თუ იყიდით მეგობრებო, აუცილებლად ეგრევე მოხსენით სტოკის დაკიდების სისტემა და რავი, რამე BC Racing-ი ან კავე რეგულარულად პატევს კი ჩაანაცვლეთ. ასევე არ მომწონს Supra-ს დისკები. ძალიან საჩინელი დისკები აქვს და რავი, ჩემი აზრით რავი, ეგრევე ეგეც უნდა შეცვალოთ. რა მე რომ მყავდეს აუცილებლად ეგრევე შევცვალოთ. ან T37-ს დავაყენებ, ან რაღაცა მსგავს მაგარ დისკს დავაყენებ. ავტომატს ჩვეულებრივად შეუკვეთა, კოვანი დისკებია, ჩამოიტანა და დააყენა. ასევე პადვეს გააყენია, ზამბარები აყენია, ოღონდ ჯერჯერობით და ვაპირებთ რეგულარულად პადვესკის დაყენებას და ამ მანქანას ვაპირებთ, რომ 1000 ხენზე ავიყვანო და ამ მანქანის ძალიან ბევრ ვიდეოს დავდებ და ამ მანქანას როცა დავასრულებთ დასრულებულსაც გადავიღებ და 100-200-ს თუ რამდენი დროში გაილვის და როგორ გაილვის, მაგაცაც ვნახავთ და დღეს ამ მანქანის გადაღების იდეაში მიზეზი ის იყო, რომ მინდა რომ სანამ დაიწყება ამ მანქანის ტუნინგი, ჯერჯერობით მხოლოდ ტურბოს კიტი აყენია, არანაირი საწვავი, არანაირი დამატებითი კომპიუტერი, უბრალოდ გავიდეთ 1 და 4 ბარი წნევას ბერავს და 100-200-ი გავზომოთ და რომ უკვე დასრულდება, მერე კიდე გავზომოთ და რა შედეგი მივიღეთ, ვნახოთ ერთად. ჩვენ B58 ძალიან ბევრჯერ გადავიღეთ, ანუ გადავიღეთ ძალიან ბევრი მოდელი, რომელშიც B58 იდო. ასევე გადავიღეთ B58-ის განხილვა. ჩვენ YouTube არხზე დევს მეგობრებო, თუ არ გინახიათ გადადით, ნახეთ B58-ის განხილვა და მერე ისევ დაბრუნდით და ამ ვიდეოს უყურეთ, რადგან Supra-შიც B58 დევს, უკვე ოღონდ Gen 2. ნუ Gen 1-ის და Gen 2-ის ხოვებები გითხარით კიდევაც გადავიღეთ და იმ ვიდეოში ნახავთ ყველაფერს. ძალიან ბევრს არ ვისაუბრებ დღეს B58-ზე, რადგან თავიდან ბოლომდე განხილული გვაქვს, თავიდან ბოლომდე ვიცით, რამდენი ცხენს უძლებს, რა შვება, როგორ აკეთებს, რა ტურბოზე, რამდენში დადის და კაროჩე, იმენა ბოლომდე გვყავს გაწურული B58. ნუ აქ Supra-ში
გვხვდება ორი ტიპის B58, რომელიც არის 6 პორტიანი და 2 პორტიანი, ანუ 6 პორტიანი ნიშნავს გალოვკას 6 დირკა, რომელსაც აქვს გამომავალი ცხელი კოლექტორის მხარეს. არის ასევე 2 პორტიანი, ანუ 2 დირკა აქვს ხოლო ცხელი კოლექტორიდან გამომავალი. ამ ტიპის ძრავები გვხვდება და სხვაობები არაფერი არა გარდა გალოვკისა რა. გალოვკაშია მარტო სხვაობა. დალშე რასპედოები, ვანუსები, ცეპები, პორშინები, შატუნები, კალები, ყველაფერი ერთი და იგივე აქვს. ნიზი ქვედან ის რასაც ვეძახით ბლოკს, ვაფშე ერთი და იგივე აქვს. განსხვავება საერთოდ არ არის. როგორც გითხარით, ამ სუპრაზე Sing Turbo აყენია. Sing Turbo-ს რაც შეეხება, ტურბო ჩამოვიტანეთ ამერიკიდან, ავტომ ჩამოვიტანა ამერიკიდან, ტურბოს კიტი, აი, კოლექტორი და უმფაიფი, charge pipe-ი, ყველაფერი ტატო ფუხაშვილთან გაკეთდა და მესოხს ხო ეხა მოიჩოჩო ჩემთან და გაჩვენებ თუ რა ტურბო აყენია და რამდენი ცხენი ზალიანია. ტურბოს რაც შეეხება, მეგობრებო, ჩამოვიტანეთ ამერიკიდან 1100 ცხენიანი ბორგის ტურბო არის, რომელსაც შეუძლია 1100 ცხენი ძრავზე გამოიმუშაოს. ასევე როგორც გითხარით, charge pipe და უმფაიფი ცხელი კოლექტორი ტატო ფუხაშვილთან ავაწყვეთ. ჩვენი ყველა მანქანა აბსოლუტურად იწყობა ტატო ფუხაშვილთან. კოლექტორები გვინდა, charge pipe გვინდა, ყველაფერს აკეთებს ტატო აბსოლუტურად. ასევე ეხა დაამატა ახალი სერვისი, თვითონ დაუფაიფ და კოლექტორებს ფუთავენ ცეცხლ გამძლე, ტემპერატურა გამძლე მასალაში, რომელიც უკვე ამ მანქანაზეც გავაკეთეთ და ჩვენ 340-ზეც გავაკეთეთ და ძალიან მალე იმედია ამ ვიდეოს შემდეგ ჩვენ 340-საც შემოგთავაზებთ და გაჩვენებთ ყველაფერს აბსოლუტურად. ამ მანქანაზე ვხედავთ, რომ ტურბოს კიტის გარდა მეტი აღარაფერი აღარ აყენია, რადგან ძალიან ბევრი ნაწილია გამოწერილი ამერიკიდან და ეს ავტომობილი, როგორც გითხარით, ძალიან მალე 1000 პლუსი იქნება საბურავზე. ეხა უკვე გადავიდეთ სალონში და სალონიდან მოგიყვებით თუ რა მომწონს ამ მანქანაში და რა არ მომწონს, რადგან ძალიან ბევრი რამე მომწონს, ძალიან ბევრი რამე არ მომწონს. ეხა ცოტა თავიდან საბურავი შევაცხელოთ და ნახოთ რა იყოს ეხა ვიღაცა იტყვის ღამე სათვალები რატო გიკეთეო მე ადრე წინა ვიდეოში ჩავწერე რომ სათვალებითაც ვიღებთ და მაგიტომ მიკეთი ანუ ღამე მხედველობაში საერთოდ ეს სათვალები არ მიშლის იმიტომ რომ გადაღების რეჟიმში როცა არის გზას შოვებროთ ხედავ რა პრობლემა არ აქვს შესაბამისად არ იფიქროთ რომ რავი რა ან დაბოლილი ვარ ან რა მაინც წავედით სადოთ რა სიცავს. დავაი. ასი 200 გავიარეთ 7-3-ში რა. 7-3 ნორმალური დროა. ჩვეულებრივად 6-8-ში 6-7-ში ივლის კაცის გარეშე რა თან ეს ხო ეხა გაწურული არაა რა. აი 7-3 გვაქვს 100-200. და ეს ბოლომდე გაწურული არაა, რადგან სინგლის კიტი დავაყენეთ. უსაფრთხო ნასტროიკა ჩაიწერა 1.4 ბარს ბერავს ბენზინზე და სტოკის საწვავის სისტემაც კი გაწურული არა გვაქვს რა და ნორმალური დროა რა. ანუ ეხა ჩვენ იმიტომ გავიარეთ 100-200 რომ ვნახოთ 1.4 ბარზე პროსტა ტურბოს კიტით რამდენში გაიარა 100-200 რომ ხვალ და ზე გამანქანას რო გავაკეთებთ ჩამოვიტანთ დამატებით ნასოსებს, დამატებით ინჟექტორებს, დამატებით კომპიუტერს, ინტერკულერს და ამ ყველაფერს დავაყენებთ და სტოკ ძრავს თავიდან ბოლომდე გავწურავ და 100-200 რომ 4-იანში გაივლის
და შეიძლება 4-იანიდანაც გამოვიდეს, რიდან სად მოვედით, რომ ეგ ყველაფერი თქვენც ნახოთ ჩვენთან ერთად. ზოგი ძრავი რო გაიწურება, თუ ჯანის დამატება დაუჭირდება, მე აუდგები ძრავსაც გავუკოვკავთ. თავისთავად, კოლოფით შეიცვლება, იმიტომ რომ სტოკი კოლოფი 700 ნიუტონს მეც ვერ ატარებს, ანუ ვეღარ უძლებს და ამ შემთხვევაში ეს ნაწილები ყველაფერი ავთოს უკვე გამოწერილია და რო ჩამოვა ყველაფერი კოლოფით შეიცვლება და მოიხოდება, საბურავზე ექნება 1000+. მერე კიდე დავაჭერთ მე და ბესო და გავივლით 100-200 3-ის რაღაცაში და 3-ის რაღაცა რა იქნება, მოდი ეგ სურპრიზად დავტოვოთ და ერთად ვნახოთ თუ რა იქნება. ეხლა კი მოვტრიალდეთ, ერთი დაჭერა კიდე დავაჭიროთ და მერე ვნახოთ დონატში როგორი ხმები ექნება სინგლის კიტს და B58-ს. სუპრაშიო B58-ს JZ-ის ხმა აქვს და ვნახოთ ერთი თუ აქვს სუპრაში JZ-ის ხმა B58-ს. რა სიტყვებს იქნება? დაახლოებით ქონდა ეგეთი. დაახლოებით გარეგეითები ექსტერნალები ბაგაბუგი გაუდიოდა, ხო? ხო, ბიჭო, თან, სანამ მოვტრიალდებით დროს ვისარგებლებ და ამ მანქანაზე გარედან 3 დეტალი არ მომწონს. ქარხნული დისკები, ქარხნული პადვესკა და ქარხნული სარკეები. პადვესკა საშინელი აქვს მეგობრებო, სტოკი პადვესკით აი აღარ დააჭიროთ, აი თუ გააძლიერებთ მანქანას 100-200 არ გატესტოთ, იმიტომ რომ საშინელებებს აკეთებს. არ ვიცი ახლა ვისთვის კომფორტულია და ვისთვის არა, მაგრამ ჩვენს პონჩი, ჩვენს თემაში ჯანიან მანქანას რო ვაწყობთ და დიდცხენიან მანქანებს რო ვაწყობთ, სტოკი პადვესკა ვაფშე აი საშინელება ძალიან ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ სურვილიც აღარ გექნება მეორეჯერ რო დააჭირო. რაც შეეხება დისკებს, პროსტა ვიზუალური სპონჩი არ მოწონს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი დისკებია, ყენია ეტიც ისეთი აქვს, იმით შევარნილია და გეგონია ეს კუზაუა წამოსმულიო რა. პირველ რიგში მანქანას რო ვიყიდი, ანუ სუპრას რო ვიყიდი, უეჭველი შევცვლი პადვესკას, დისკებს და სარკეებს, რადგან F30 M სპორტის სარკეები აყენია მანქანაზე. აი, ერთ-ერთშია ყველაფერი. ვაფშე შუშაც კი F30-ის არის ძრავი რა, ეხა სუპრა ბოლო რაღა გარე ვიზუალ, კაი, ძრავი ჩადეთ BMW-ი, კოლოფი ჩადეთ BMW-ი, პერედო კი დააყენეთ BMW-ი, მაგრამ სარკე ეს მაგის დედავადირე, სარკე მაინც აგეყენებინათ წესი რამე სუპრას, აი GDM-ს როგორ შეეფერება. ავთოს მაგაზეც ნაზრუნი აქვს და ნაყიდი აქვს უკვე ძალიან მაგარი სარკეები და ძალიან მაგარი სარკეები დადგება ამ მანქანას. გარე დეტალები ეგაა, ეხლა ჩვენ მანქანის ტესტ-დრაივებს არ ვაკეთებ და არ განვიხილავთ, მაგრამ ჩემი აზრი უბრალოდ დავაფიქსირე, რა ვფიქრობდი ზოგადად სუპრის გარე ვიზუალზე და დეტალებზე. ზოგადად დალშე მაგარი მომწონს, ოღონდ ჩემებურა და ჩემ გემოზე უნდა ავაწყო, მოვხოდო, სპოილერი იქნება, დიფუზორი იქნება, დამატებები იქნება, თუ რაც იქნება რა, ჩემ გემოზე რო გავაკეთო, რამოდენიმე ვარიანტი მაქვს შერჩეული, მაშინ უკვე მომწონს. გარე უნდა ძალიან მაგარ ვიძე შემიძლია მოვიყვანო. სალონში რაც შეეხება საჭე პირველ რიგში, როგორც F30-ის სარკეები უნდა მოვაშოროთ გარედან, ეგრევე უნდა მოვაშოროთ საჭეც, რადგან ესეც იმენა F30 M სპორტის ჩვეულებრივი საჭე აყენია ძალიან დიდი აირბაგით რა. აი ეგ საჭე ვაფშე რატო დგას ამ მანქანაზე და რატო დააყენეს ეგ საჭე ვერ ხვდება. ეგრევე რავი მე შევცვლიდი და ავტომატ შეცვალა და ძალიან სერიოზული საჭე ჩამოიტანა დააყენა მომოს ამაზე მაგარი საჭე რავი აღარ არსებობს რავი ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ საჭეს ყოველთვის სურვილი მქონდა F80-ზე დამეყენებინა რა, ჩვენი თეთრი რას გავყიდეთ და რო არ გამეყიდა უეჭველი დავითრევდი და დავაყენებდი. სალონში იასნია საჭე უნდა შეცვალოთ ეგრევე და აი ამ ბარს რაც შეეხება რა, აი ეს ბარი საშინელება აი აქ მიდევს ახლა ტელეფონი, აი აქ ტელეფონი მიდევს, აი ავანთე კიდევას. მოვდივარ და კრუკს ვარტყამ და შემოვდივარ. თუ აქედან მოვალ, აი აქედან თუ მოვალ რა, აი სიჩქარის ყულისას მოვხდი. აი ჩვეულებრივ ყულისას, ანუ ეს აქ ვაფშე არ უნდა იყოს. უნდა იყოს აქეთ, ბესო შენ ხარეს და მე მარტივად უნდა მივდიოდე, სადაც ტელეფონს ვტენი იმ ადგილას, თუნდაც ხურდების დასადებთან, თუნდაც საფულეს დასადებთან. რავი ბიჭო, აი ეს ვაფშე რა შემჭირდება რა, ანუ არაა საჭირო რა. დანარჩენი ახლა კულისა BMW-სია, ჩვეულებრივად. მაუსიც BMW-სია. მონიტორში, რაც შეეხება მონიტორში, რავი პროგრამა ყველაფერი BMW-სია და ბოლო Toyota-ს ეღირსა ნამდვილი მულტიმედია რა. ნამდვილი მულტიმედია ეღირსა Toyota-ს მეგობრებო.
ძალიან კაია BMW-ს პროგრამა რო არის. ახლის სწავლა არ მოგიწია, ხო? ხო, ახლის სწავლა არ მოგვიწია და ზუსტად ვიცი სად რა უნდა გავაკეთოთ და რა შევიდეთ და ზეთი შევამოწმოთ და რაღაცეები. ხო, სახურავს რაც შეეხება. აი ამას გარედან უფრო შეატყობთ მეგობრებო, აი ესეთი ტალღოვანი ჭრილი აქვს რა, აი შვაშია ჩამოწეული, გვერდები აწეული. სუპრაში, რადგან ზიხარ და აი სიმაღლე თუ მეტრა 90 მეტრა, რავი, 95 გაქვს, თავს უეჭველი ჭერზე ლამის მიადებ რა და თუ დავამუღამებ, გარედანაც ეთყობა მძღოლის და პასაჟირის მხარეს ჭერი ამაღლებულია რა. სიდენია ბოლომდე გაქვს ჩაწეული. კი, ეხა ბოლომდე ჩაწეული და აი მე საკაიფოდ ვძივარ, რავი, არა ვარ ეხა მეტრა 90 და 2 მეტრა და ნუ მე საკაიფოდ ვგზნობ თავს რა. კარგად ვძივარ, მაგრამ ზოგადად ეს ჭრილი სახურავზე მაგისთვისაა, რომ პასაჟირმა და მძღოლმა ცოტა მაღლები ვინც იქნებიანო, ბედნიერად და კარგად იმგზავრონ და თან აეროდინამიკისთვისაც კარგია და ვიზუალურადაც ლამაზია. დანარჩენი რავი რა შემიძლია დავამატო BMW-ა ყველაფერი, აი ეს კლიმატის BMW-ია, ეს კნოპკების BMW-ია, შუქის ეს ზემოთ რაც სალონში შუქი ინთება, ესეც BMW-ია, ყველაფერი BMW-ია, პერედოკი BMW-ია, რავი, ხიდი BMW-ია, რავი, BMW-ია, ყველაფერი ერთი ემბლემა აქვს Toyota-სი და ისიც რავი, მზეზე რო გააჩერებ ის ნიკელისფერი რაცა, მზეზე რო დგას დედა ეთქნება იმასაც რა, ეხა ამაზე შეცვლილა უკვე შავები აყენია, მაგრამ ქარხნული ეგეც კი ფუჭდება რა და რავი რა, კაი მანქანაა მომწონს მეგობრებო. მართლა მომწონს, დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი, დავტუკავდი და დრაგზე შევაგდებდი რა, რატომ მომწონს იცი? გადანაწილება რო 50-50-ზე აქვს და უკანა წამყვანში ამაზე, ნუ ეხა ბიუჯეტურს ვერ ვიტყვი, არაა ბიუჯეტური, მაგრამ სხვა მანქანებთან შედარებით, რომელსაც ძრავი უკანა აქვს და რომელსაც წონით გადაწინება ეგრე აქვს, რავი, 60-40 ან 50-50-ზე, იმ მანქანებთან შედარებით ბიუჯეტურია და ყველაზე მაგრა ეჭიდება უკანა წამყვანებში, რავი, F82 ავიღოთ, F80 ავიღოთ, G-სერიები უკანა წამყვანები ავიღოთ, Supra ყველას ჯობნის მოჭიდებაში და მაგიტომაც ვიყოლიებდი რა. თან P58 დევს, თან წონის გადანაწილებას პიზდეც აქვს 50-50 და დრაგისთვის ვაფშე მისწრება. ძალიან ბევრი Supra ვიცი, რომელიც ხრვიანიდან გამოდის 440 და სოფლიო რეკორდის Supra-სი არის, უკანა წამყვანი კვადრო არ არსებობს Supra, 7 და 5. 7 და 5-ში აქვს გავლილი უკანა ამძრავ კლასში. დანარჩენი როგორც გითხარით, ვიზუალურად ბევრ რამეს შევცვლიდი, ჩემ გემოზე ავაწყობდი, სალონში იასნია ესეც საჭას დავაყენებდი და მე ამ სიდენიებსაც მოხსნიდი რა. სავარძლებს ეგრევე და რამე თესლ რეკაროებს ჩავდებდი, უკან დუგებს, ქარხნული დუგები რო არის, ასაწყობი დუგები იყიდება მისი, მაგებს დავამონტაჟებდი და ეს მანქანა რო ყავს ზუსტად მაგისთვის უნდა ყავდეს, აი სადრაგაოდ, ბანზე გამოსასვლელად, დასაჭერად, სასრიალოდ და ოქტევი ახლა 5 კაცი ვერ წახვალთ ბათუმში ამაში, იმიტომ 2 კაცის მეტი ადგილი არაა შიგნით და დანარჩენი 3 ქუჩაში დაგჭიროთ. ვერ ვქენი გადასახტომი იყო. და ვერ დავაჭირე კარგად. თავიდან დავაჭიროთ რა. თომ ბიჭო, რამდენი იბუქსავაჭ. Supris სტოკი ტორმუზების არ ვარგებულა მეგობრებო. ხო, აი ბიჭო, ორჯერ დავაჭერეთ 100-200 და სიო გაცხელდა უკვე აპორნები. ძალიან ცუდი. ვა, ბიჭო, ბევრი ვიბუქსავით. 100-200 ხა გავიარეთ 7-6-ში. მაგრამ რავი, მეტი რა უნდა ქნას ეხა. ვიბუქსავდა ეხა. ო, ძალიან ბლომად ვიბუქსავ. კაროჩე, ხო რა, ეხა -ში გრადუსი, რასაც უყურებ რა. გარეთ ტემპერატურა არის 1 გრადუსია, წეღან -ს წერდა. გარეთ არის ტემპერატურა 1 გრადუსი ხა და თან საბურავები, ქალაქის, თან 2 და 2-ზე დაბერილი ვეღარ ეჭიდება რა +1 გრადუსში და რავი, ჩემი აზრით ამას ხა ოდნავ street legal slick-ი რო ჩავაცვათ 1 და 5 ბარზე დავაყენოთ და დავაჭიროთ მარტო
კაცის გარეშე უეჭველი გამოვა 7-იანიდან 6-7 მაშინ უეჭველი ივლის. ეხა მაგიტო არ ვაწვალებთ ამას, რომ ეს ავტომობილი ისედაც ძალიან მაგარ ჯანზე იქნება ძალიან მალე და просто მაინტერესებდა просто სინგლის დაყენებით რა შედეგს მივიღებთ. თან გაწურული არაა ეხა რა. საწვავის სისტემა საერთოდ გაწურული არა, უბრალოდ უცებთ ხო 1.4-იანი ნასტროიკა წერია შიგნით. ეგრეა. წავედით ეხა. იქნება რამე ადგილი ვნახოთ, სადაც ცოტა სწავი მაიმუნებ და ვიდონატებთ და მერე დავიდეთ გალაქსში. Money like I breathe money. I fucked her good off the 100, now she walk funny. I got millions in the bank, I want some more money. I'm here, bossed up, I ain't them. I'm here, still pressure, still trim. I'm here, making hoes do cartwheels. I'm here, I shoot my shot of butter rim. I'm here, bossed up, I ain't them. I'm here, still pressure, still trim. I'm here, making hoes do cartwheels. I'm here, I shoot my shot of butter rim. I'm the definition. I have emotion. I'm running routes in this bitch like Anquan Bowen. I'm charged up inside the game, I still remain the same. I'm in the track, hawking traffic, swerving lane to lane. Pocket full of money, that's how I came. All the bitches love me, that been my name. I might retire, hang my jersey up, go Hall of Fame. Hey, I don't want you, all you good for is giving brain. I put that shit on, I feel like. ჩამოვედით მეგობრებო თბილისში და რაც შეეხება სუპრას. რავი, ეხა ძალიან ბევრის აზრი მსმენია, მომისმენია GDM შნიკების და რატომღაც ბევრი BMW-ს რაღაც დეტალები და ნაწილებით აწყობილი მანქანა როა, მაინც გული არ მიუწეთ ამ სუპრისკენ, მაგრამ მე გეტყვით მეგობრებო, 3 დღე ამანქანით დავდივარ და შესანიშნავი მანქანაა. დამიჯერეთ, მერე რა რომ B58 დევს, მერე რა რომ BMW-ს პერედოკი აყენია, მერე რა რომ BMW-ს სარკედარული აქვს, მაინც მაგარი მანქანაა რა და აუცილებლად ვიყიდით, აუცილებლად გავაკეთებთ 1000 ხენზე ჩვენს და აუცილებლად მივიღებთ სუპრით დრაგზე მონაწილეობას და დრაგ რეისინგებში. ეს მანქანაც ამ ეტაპისთვის დღეისთვის ძალიან ბევრი, მაგიტო არ ვისაუბრეთ ამ მანქანაზე. ამ მანქანას ჩვენ 1000 ხენზე ავიყვან და დეტალურად გადავიღებთ თუ რას გავაკეთებ და დეტალურად შემოგთავაზებთ ამ მანქანის ყველანაირ გარბენს 440-ს, 100-200-ს და 200-250-ს. ნუ ეს იქნება შემდეგ ვიდეოებში, ცოტა დრო დაჭირდება ამ ყველაფერს და რავი, დაელოდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გადააზიარეთ, დააკომენტარეთ, დაელოდეთ ვიდეოებს, უკეთეს და უკეთესი ვიდეოები რო არ გამოგიჩნდეთ. ჩვენ კიდე შევეცადეთ მაქსიმალურად, რომ ყოველი ვიდეო კარგი იყოს თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა. მე კიდე გემშვიდობებით, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. თუ დღე უყურებთ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ.